დავით, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ შეფასებით. სად ვართ ახლა და თქვენ აქციაში რაღაც დიდი აქცია გეგმება და ამ აქციის გეგმებთან დაკავშირებითაც რომ მოგუყვეთ, რა მნიშვნელობის იქნება ეს აქცია აი ამ ბრძოლის ამ ეტაპზე, რომელიც სადაც ახლა არის ჩვენი მოძრაობა. მოგესალმებით, მისალმებით თქვენს მაყურებელს და პოლიტპატიმრებს, რომლებიც ვიცით ზუსტად რო გიყურებს და უყურებენ შენს გადაცემას. ხო, დავიწყებ აქციით 26 ოქტომბერს 19 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დავაანონსეთ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების მშობლებმა დიდი აქცია, რომელიც არის 1 წლის თავზე გაყალბებული ტოტალურად გაყალბებული არჩევნების და ჩვენი შეფასებით საკონსტიტუციო გადატრიალების 1 წლის თავზე, რაც ივანიშვილმა მოაწყო შაშან 26 ოქტომბერს. ეს აქცია მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ კიდე ერთხელ გამოჩნდება, როგორც ჩვენი მეგობრებისთვის დასავლეთში, აგრეთვე ქვეყნის შიგნით, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმისთვის უპირველესად, რომ ამ ქვეყანაში პროტესტი არსად არ გამხრალა და სანამ არ იქნება ის მოთხოვნები დაკმაყოფილებული, რაც უკვე 1 წელზე მეტია არის, 1 წელია ფაქტობრივად არის უწყვეტი აქციის მოთხოვნა, მანამდე აქ ეს კრიზისი არ გადაიჭრება. რაც შეეხება იმას, სად ვართ ახლა, ეს ალბათ მნიშვნელოვანი თარიღი ამის შეფასებისთვის არის 4 ოქტომბერი, რომელიც იყო ბოლო, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა და მნიშვნელოვანი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში. 4 ოქტომბერი დატვირთული დღე იყო, ამაზე ჩვენ წინა ეთერებშიც ვისაუბრეთ. ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დღეს, ასე ვთქვათ, ივანიშვილმა ვერ მოიპოვა ის რაც უნდა რომ მოიპოვებინა. ეს იყო ერთის მხრივ თავისი არჩევნების ლეგიტიმაცია და ამის გაყიდვა, როგორც რაღაც ნორმალური საარჩევნო და დემოკრატიული პროცესის. მეორეს მხრივ მან ვერ მოახდინა აქციის დისკრედიტაცია, იმ უწყვეტი აქციის დისკრედიტაცია და მისი გაშოვება, ისე როგორც მას ეს უნდა, რა თქმა უნდა, მისი პროპაგანდა ამას აიყენებს და 1000 იალიხს აწებებს ამ ადამიანებს, მაგრამ ის რაც მას უნდა და ეს ვერ შეძლო, იმიტომ რომ თავის მხრივ მასშტაბი, რომელიც ჰქონდა იქ ათონელის რეზიდენციასთან მომხდარ ინციდენტს და იმ რაღაც გარკვეულ გაუგებრობას და რაღაც კუთხით ავანტიურასაც რაც იქ მოხდა, არ იყო ეს ისეთი მასშტაბის, რომ ვთქვათ, რომ აი მთელი აქცია ასეთი იყო, ან თუნდაც იქ რაც მოხდა, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ იყო, ეს იყო რაღაცა დიდი გაუგებრობა, რომელშიც თავისი წვლილი აქვს ორგანიზატორებს და თავისი წვლილი აქვს მათ შორის ხელისუფლებასაც, რომელმაც ამის პროვოცირება გააკეთა და კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ შემოვიტყვეთ და სიურპრიზი მოუწყვეთ, რომ გასაგები იყო იქ რაც იხარშებოდა, მაგრამ ეს ასე არ გამოვიდა. ახლა მნიშვნელოვანი არის რომ ეს ასე ვთქვათ, არც დეპრესიაში ჩავარდეს და სასწრაფოებში ადამიანები და მოსახლეობა და მეორე მხრივ ვაჩვენოთ ჩვენ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა ჩვენი მედეგობა და აღმავალი ხაზი აი ამ პროტესტის. იმიტომ რომ ნახეთ, ბევრჯერ გვისაუბრია, რომ აი რა არის სტრატეგია, რა უნდა მოხდეს, რა სიახლე უნდა შემოვიდეს. სიახლეები, რა თქმა უნდა, და ინოვაციები მნიშვნელოვანია. ამაზე მუდმივად ვფიქრობთ და ამას მარტო პოლიტიკური პარტიები არ ვაკეთებთ, ამას ყველა სამოქალაქო ჯგუფი აკეთებს, მაგრამ ერთი რაზეც უნდა შევთანხმდეთ მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის რა ასუსტებს ყველაზე მეტად ივანიშვილს და რა არის მისი მთავარი თავისტკივილი. აჩვენა მათ შორის განვლილმა ერთ წელმა და მანამდე პერიოდმაც, რომ არც არჩევნები აი ამ სიტუაციაში, არც რაღაცა დაანონსებული რევოლუციები, არც რაიმე სხვა, ესე იგი, შემოვლითი გზები არც ასუსტებს ივანიშვილს და არც რეალურ ზიანს აყენებს. ზიანს აყენებს განგრძობადი უწყვეტი პროტესტი, რომელიც ხან მრავალრიცხოვანია, ხან შედარებით ნაკლებად რიცხოვანია, მაგრამ არის მედეგი, უწყვეტი და ძალიან პრინციპული. ეს არის რაც მისი თავარი თავისტკივილი. აი ხა ეს კანონების გამკაცება, ეს წინა რესპონდენტთანაც საუბრობდით, ხო, მთელი ეს კორიანტელი რაც დააყენა, მაგის გამოვლინება არის, რომ იმას ვერ აღწევს, რაც უნდა. ანუ პროტესტს ვერ ახშობს, ვერ აჩვენებს. თქვა ხა, აი კობახიძემ თქვა, რომ ესენიო ჯარიმებს კი უწერთო, მაგრამ მაინც დადიანი აქციებზე რაღაც ხოვნო გამოვიყენოთ. პირდაპირ თქვა, ანუ ამას არც მალავს. ის ვიღაც რო ყავთ კიდე შერმაზანაშვილი თუ რაღაც გვარი არის, აი ეს კომისიაში რო ყავდა წულუკიანს, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მაგანაც თქვა, რომ იმიტომ ვერ იმუშავაო ჯარიმებმაო, რომ მაგას შარმანაშვილი, ხო, იმიტომ ვერ იმუშავა ჯარიმებმა, რომ ევროკავშირი უხდის მაგათ, რას უხდის. ვერ იჯერებენ იმას, რომ ადამიანები ჯიბიდან ფულს იღებენ და ფულს აგროვებენ. ზოგი 5 ლარს, ზოგი 10 ლარს, ზოგი მეწვის შესაძლებლობა აქვს, რომ აი ამ პროტესტში და მათთვის ეს გაუგებარია, რომ შეიძლება საკუთარი ჯიბიდან რაღაცა ფული ამოიღო და საერთო საქმეში დადო. არა, პირიქით, საერთო საქმიდან უნდა მოიპარო მათი ფილოსოფია, მასეთი არის. მაგას სადაც დაუბრუნდეთ, მათ გონებამდე ვერ დადის ეს, როგორ და ვერც ივანიშვილის გონებამდე ვერ დადის და აგიჟებენ იმ კაცას, ნუ იმას თავის პრობლემები აქვს, მაგრამ ესენი კიდევ უფრო მეტად აგიჟებენ, ის ამათ აგიჟებს და არიან აი ამ გაუგებრობაში მოხვედრილი. ხო, ვერ იჯერებენ, რომ ეს ხალხი ამ მაგალითად ეხა გირაორო იყო გამოწერილი ჩახუნაშვილზე და მეორე ხალხზე, რომელიც გათავისუფლდა, რამდენი 1000 ლარიც იყო გირაო გამოწერილი, იმდენ წუთში შეგროვდა ეს გირაო. ხო, წარმოგიდგენთ რამხელა არის სოლიდარობის და პროტესტის განცდა მოსახლეობაში. ამას ვერ იჯერებენ და ეხა ეს კანონები გაამკაცრეს, მაგრამ არც ეგ არ უშველის მაგას, იმიტომ რომ ეხა რა უნდა ქნა, ჯერ მაგ კანონების აღსრულება და ურთულესი ამბავია, რომ რამდენი ადამიანი უნდა დაიჭირონ ყოველ საღამოს რუსთაველზე. ეხა ასობით კაცი უნდა გადაიყვანონ იზოლატორში, ქალები, ბავშვები, მოხუცები და ყველა მაგის აღსრულება შეუძლებელია. ეგეც გამოჩნდება, რომ არც ეგ არ მუშაობს. ისევე როგორც გამოჩნდა, რომ 4 ოქტომბერს
ეს მთელი ამბები რაც ჰქონდათ დაგეგმილი არჩევნების გზით თუ სხვა პროვოკაციებით არც მაგან არ იმუშავა პროტესტი გრძელდება და არის საკმაოდ ასე ვთქვათ მე ხარ რა ვთქვა რომ ძალიან გავძლიერდით 4 ოქტომბრის მერე თქო ეგრე არა მაგრამ არც ისეთი ასე ვთქვათ აი ეს არ მომხდარა კატასტროფა იცი რა მე ვხედავ ერთი მხრივ მნიშვნელოვანი რომ შეფასდეს რა თქმა უნდა სწორად მაგრამ სულ მაგანს და რომ ვიღაცებისთვის ხო რა აი ხა მომენტუმი უნდა დაინახონ საკუთარი თავის გამოჩენისათვის და ცოტა აზვიადებენ ზიანსაც კი აქედან რაც შესაძლებელია აი რაღაც არც მაგ ხელაზიანი არ დამდგარა რეალურად გადავრჩით ოღონდ ეგეც ამბავი არის ხო გადავრჩით და ქართველი ხალხმა ფაქტობრივად ძალიან მკაფიოდ გამოხატა მის უყურთ რომ აი ხა წეს სარგებელი უნდა ინახათ ეხლა ისევე როგორც ის ნახულობენ ამ ზიანს და ცოტა ამიტომ კი ეგეც არის ისევე როგორც მათ შორის 4 ოქტომბრამდე ცდილობდა ვიღაცების სარგებლის მიღებას მაგ პროცესიდან და ორგანიზატორებად მოქონდათ თავი და მე 4-ში უცებ გაირკვა რომ არაფერი არ იცოდნენ და ეხლა ნუ ეს შესაძლებელი არის ამაზე ძალიან ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ მაგრამ იმდენად უნდა შევაფასოთ და ვისწავლოთ გაკვეთილი რომ მომავალში იგივე რაღაცა აღარ დაგვემართოს ეხლა ვიღაც ხვალ რომ გამოვიდეს და თქვას რომ რავი 5 ნოემბერს ასრულებს რეჟიმს მიუხედავად იმისა რომ ჩემი დაბადების დღეა მაგ დღეს არ უნდა დავიჯეროთ რომ მაგ დღეს რეჟიმი დასრულდება ხო ნუ რაღაცა მოკლედ იმუნიტეტი უნდა შევიმუშაოთ ამ ყველაფერზე და შეფასება პოლიტიკურად სწორად უნდა მივცეთ და ზიანი ისეთი არ დამდგარა ნამდვილად როგორც რეჟიმს უნდა რომ დამდგარიყო ოღონდ ამის მიზეზი არის უპირველესად რა ვიცი ქართველი ხალხის გამოხატულინება რა 4 ოქტომბერს გამოვიდა 100,000 კაცი ქუჩაში ძალიან მშვიდობიანად და ძალიან ხმაურიანად გამოხატა მისი მიუღებლობა რეჟიმის მიმართ და როდესაც რაღაც ინციდენტი მოხდა და რაღაც მოწოდება იყო ამას ასე თქვათ არავინ არ გაყვა ფაქტობრივად. ანუ ესეც უნდა ვიცოდეთ რა არის ქართველი ხალხის ნება ამ ეტაპზე და რა არის ქართველი ხალხის ასე თქვათ პროტესტის გამოხატვის მთავარი ფორმა. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, უწყვეტი და ამას უნდა შეუწყოთ ხელი. ზიანი არის ძალიან კონკრეტული მათ შორის ის რომ ჩვენ გვყავს ახალი პოლიტპატიმრებით ახალი დაკავებულები და ამ მათ მიმართ არის სოლიდარობა საჭირო და ასევე რაღაცნაირად ალბათ ხელი არ უნდა შეუწყოთ ახალი პოლიტპატიმრების გაჩენას და ციხეებში ახალი ადამიანების წასვლას ეს ერთი ნაწილი და მეორე მხრივ ნუ რეალისტურად უნდა შევაფასოთ ადამიანების დიდ ნაწილს ამ ქვეყანაში ძალიან კარგად ისმის სინამდვილეში შეიძლება პოლიტიკოსებზე უკეთ რა არის რომელ ბრძოლაში ამ ზუსტად ჩართული და რას წარმოადგენს ივანიშვილი იმაზე უფრო სწორი წარმოდგენა აქვს ივანიშვილზე ვიდრე ბევრ პოლიტიკოს შეიძლება ქონდეს ამიტომ ამ ბრძოლასაც ბევრად უფრო გრძელვადიანად უყურებენ და ასე ხელების ჩამოყრას და ვაიმე დავიქეცით უბედურებაში არ ჩავარდნახავ. ეს აჩვენა და ეს იმუნიტეტი გამოუმუშავდა ქართულ საზოგადოებას და ეს ძალიან დიდი ამბავი არის. ეს ივანიშვილისთვის არის უპირველესად თავის ტკივილი და მეორე მხრივ ჩვენთვის არის გასააზრებელი რომ ქართველი ხალხი რისთვის არის მზად და ჩვენ ას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ შემთხვევაში ხო ერთის მხრივ უნდა შევუწყოთ ხელი იმას რომ არა თუ რაღაც მარტო ივანიშვილის არ მოწონება, არამედ მისი ალტერნატივის ასე ვთქვათ დასახვა და მისი ალტერნატივის წარმოჩენა, რა ვიცი, ჩვენი სახით თუ სხვა ნებისმიერ დემოკრატიული ძალების სახით, უფრო მკაფიო უნდა გავხადოთ ამ ადამიანებისთვის და გასაგები იყოს, რატო უნდა შეიცვალოს ივანიშვილი. ამაზე რა თქმა უნდა ვიმუშაოთ და აქამდე შეიძლება უნდა გვემუშავა და მომავალშიც გავაგზავნებთ და მეორე მხრივ, ნუ ის არის, რა ქვია, რაღაც მოლოდინები არ უნდა შევქმნათ სრულ და შევჯერდეთ იმაზე, რა არის სტრატეგია ჩვენი მთავარი. ჩვენ ასე ვფიქრობთ, აქამდე ასე ვფიქრობთ, რომ ეს არის აი ამ პროტესტის შენარჩუნება, გაღრმავება და გაფართოება. გასაგებია, რომ ეს არ არის ესეთი მაცდური და ესეთი ჭყვიალა დაპირება, რომელიც თქვათ რაღაც რიცხვში ან რაღაც პერიოდში რეჟიმის სრულ დასრულ 13 წლიანი ავტოკრატიის სრულ დასრულება შეკვირდება, მაგრამ ნუ რაღაცა რაც უფრო ნებისყოფით და თანმიმდევრულად გავყვებით ამ პროცესს, უფრო სწრაფად დადგება შედეგი და მოჩქარეს მოუგვიანდეს, არ უნდა დაგვემართოს და როგორც ხედავთ, ხალხის არ მიყვება ამ ყველაფერს და მეორე მხრივ ხო შევჯერდეთ სტრატეგიას. რა არის სტრატეგია? ეხლა სულ არის ხოლმე ლაპარაკი ერთიანობაზე, აბა შეთანხმდით, აბა იმას ის ვაპატიოთ, ეხლა ამას ეს ვაპატიოთ, ეხლა ის გავუკიცხოთ. ნახეთ, ანუ ერთიანობა ნამდვილად არის მნიშვნელოვანი რა ერთიანობა საქმეში იდეაში სტრატეგიაში ოღონდ აი ამ სტრატეგიაზე უნდა შევთანხმდეთ ხო ესეა მაგალითად ახლა იგივე ლელოს და გახარიას ქონდა აზრი და მე მგონი დღეს კიდე უფრო მეტად არიან ამ აზრში განმტკიცებული ოღონდ ცოტა სასოწარკვეთის და დეპრესიის გამო რომ ხო რაღაცა არჩევნებს რო ჩაატარებს ივანიშვილი აქ ოდესმე იმაში ისე უნდა შევიდნენ და იქიდან გამოგლიჯონ რაღაცა ქვეყანა და როგორც ახლა 4 ოქტომბერს ვერ გამოვიდეთ ისე ვერ გამოვიდეთ მომავალშიც მაგრამ არიან გაჯიუტებული თავის შეცდომაში ისევე როგორც ხო აი რაღაცა შეცდომები რაც დაშვებულა წარსულში ამასაც სჭირდება გადააზრება და შეთანხმება სტრატეგიაზე როგორ დავამარცხოთ ივანიშვილი რა არის მთავარი საბრძოლო ამბავი და ეს არის ჩვენი აზრით მშვიდობიანი პროტესტის აღმავალი ხაზი. მე მესმის ეს წინააღმდეგობა სხვა პარტიებთან უბრალოდ ეს არ უნდა დაემსგავსოს და გავს ხოლმე ხშირად პოლიტიკური აი კონკურენტების მოშორების ცდელობას რომ აი ხა თქვენ ლელო აღარ მეყოლება კონკურენტი ოპოზიციურ ველზე ხა მე ვიქნები. მე მგონი ლელოსაც ესე უყურებთ. თქვენს გეტყობათ ეგ და ამიტომ ჩვენ ასე გეტყობა. მე მგონი ლელოს უფრო ეტყობოდა ეგ განზრახვა როცა მაშინ შევიდა. აი მე შემიძლია გითხრათ ვის რა мотиваცია გაქვთ ამიტომ ოღონდ ბუნებრივია ეგ мотиваციები და თუ გადალახვაზეა საუბარი აი მათ შორის ეხლა არის ალბათ რაღაცა სივრცე იმისათვის რომ ახალი დინამიკა გაჩნდეს ინტერპარტიული საუბრისათვის ხო და გადაილახოს რაღაცა
ის წინააღმდეგობები, რაც ამ პერიოდში დაგროვდა. რაღაცებს ვერ გადავახავთ. რაღაცებზე აზრი არ შეიცვლება. უბრალოდ ამ ბრძოლის მნიშვნელობა ხომ ის არის, ეს ბრძოლა ხო იმაზე დიდია ხშირ შემთხვევაში. ვიდრე თავად ჩვენ ვართ. გეთანხმები. ნამდვილად და ცოტა მე მგონია რომ ბევრი ვერ ხედავს. გეთანხმები მაგაში ირაკლი სრულად და ნამდვილად გასაგები ხა ეს კონკურენციები შეიძლება მუდმივად არსებობდეს, მაგრამ აი იმაში ვერ დაგეთანხმები რომ მაგალითად ჩვენი მთავარი ამომავალი წერტილი ხა პარტიული კონკურენციაში ჩართვა და რაღაც პარტიული ბენეფიტების მიღება არის. არა, რა თქმა უნდა, ჩვენი გავლენის გაძლიერებას ვცდილობთ, იმიტომ რომ გონია რომ ამას დადებითი გავლენა ექნება თლიან შედეგზეც და რა ვიცი ქვეყნის მომავალ არსებობაზეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი არის რომ შევთანხმდეთ იმაზე რა არის ეს თქვა ივანიშვილის დამარცხების მთავარი გზა. ლელოსთანაც და გახარიასთანაც კი მიუხედავად მათი იმ საქციელისა რაც ჩაიდინეს. შესაძლებელი არის ისევ მაგისთან დაждდომა და ლაპარაკი, ოღონდ თუ ისინი რაღაც თვითრეფლექსიას არ გააკეთებენ და არ გადაიაზრებენ იმას რა გააკეთეს და რა შეცდომა დაუშვეს და რავი საკრებულოებში შევლენ და რაღაც დეკორაციას შექმნიან დემოკრატიული პროცესის, მაშინ ძალიან რთული იქნება, ხო? ისევ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები თქვენ გთხოვთ თვითრეფლექსიას იმაზე რა წინა არჩევნებზე გააკეთეთ მაგალითად, ხო? როდესაც გაყავით ნაციონალურ მოძრაობის აღმოჩენილი. ეგ ხა ძალიან ისეთი თვითრეფლექსიის აუცილებლობა ბევრი მიმართულებით დგას. ნაციონალურ მოძრაობა იმ ხალხმა გაყო, ვინც მაგას ეხა მაგ მითითებას აკეთებს და ვინც მაგაზე ყველაზე ხმაურია ლაპარაკობს. ჯამური შედეგი მაინც ახლა ერთი წელი გავიდა მაგ არჩევნებიდან და ჯამური შედეგი ისე გამოვიდა, რომ ჯამური შედეგი ორი აქეთ ნაციონალურ მოძრაობის და აქეთ თქვენი ახალი კოალიციის ჯამური შედეგი იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ეს არჩევნების ტოტალური გაყალბების ბრალი იყო და რაღაცა სხვა იმის რა ქვია. ოკეი, კი ბატონო, შევხედოთ ესე, მაგრამ იქნებ თვითრეფლექსია მანდაც გამოგაკეთება. ხო, უბრალოდ ჩვენ მაგაში ხელი ეხა ის რო ცალკე ვარსებობდეთ როგორც პოლიტიკური ჯგუფი, ამის აკრძალვა ხო არ არსებობს. სადღაც როცა იყო ეხა მგონი ყველას ერთად აკრძალავენ და მე უფრო კარგი საუბრისთვის დინამიკა. ეს აკრძალვა სიმართლე რო გითხრათ, ხა არც აქამდე და არც მაგის მერე რაღაც დრამატული იმათ ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ რავი, არჩევნები არ ტარდება. საარჩევნო ნომერი წაგვართვეს ისედაც ამ თითქოს ეს სივრცე, სადაც პოლიტიკურად შეიძლება მონაწილეობდე როგორც პარტია, ისედაც გამქრალი არის ივანიშვილის პირობებში. ეხა მაგის მოსაპოვებლად ვიბრძვით. არჩევნების დასაბრუნებლად და ელემენტარული წესების დასაბრუნებლად. და ეხა თუ რა აკრძალავენ და თქვათ არ წარმატგენ როგორც კოალიციას ცვლილების წევრი, წარმატგენ როგორც ავის დავით მჟავანაძე როგორც აქამდე და მოვალ და ისევ იგივე სულაპარაკებს, სულაპარაკობდი. არა მარტო აქ, არამედ ისედაც იმის კეთებას გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებდი. ეხა სახლიდან გამოსვლას თუ ამიგზალავენ, ეგ უკვე სხვა მასშტაბის ამბავია და ეგ მარტომი არ შემეხება და ცოტა უფრო ტოტალური იქნება ეგ ამბავი და ტვირთი ექნება მაგას თავისი რეჟიმისთვის და ამიტომ ხო ეს აკრძალვაც ეხა რავი კი გვაშინებენ, მაგრამ მე არ მგონია რომ რამე შეცვლის რა. ივანიშვილთან წინააღმდეგობა არის გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო დიდი იდეისთვის ბრძოლა, ვიდრე რაღაც პარტიული ნომრები ან პარტიული კუთვნილებები რა და ჩვენც მე დარწმუნებული შემიძლია ვთქვა და ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა რომ აი ამ პარტიულ კუთვნილებებზე მაღლა ვდგავართ გაცილებით. თქო, ეგ არ ნიშნავს რომ რაღაცაზე არ უნდა შევთანხმდეთ, რაღაცაზე პასუხისმგებლობა არ ავიღოთ თუ ასაღებია და თვითრეფლექსია არ განვიცადოთ, ხო? იმიტომ რომ იგივე შეცდომებს დაუშვეთ, მე იგივე მოხდება ყოველ ჯერზე. რაღაცა ახალი ერთობა, მე ისევ ახალი ამის დაშლა, მე კიდე რაღაცა ახალის დაწყება და მუდმივად წრეზე ვიტრიალებთ და შევთანხმდეთ იმაზე რა არის გასაკეთებელი და ამის შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივი იქნება. როგორ უყურებთ საერთაშორისო წნეხის ეფექტს ამ შემთხვევაში და ჩვენ აი ხშირად ჩამოკიდებულია რომ ველოდებით ახალ სანქციებს. სწორია ასეთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა? ნახეთ, ხო, ეგ არ უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და მთავარი მოლოდინის ასე ვთქვათ საფუძველი და ობიექტი ეგ არ უნდა იყოს. ჩვენ ქვეყნის შიგნით უნდა შევძლოთ რომ პროტესტი გავაძლიეროთ და გავაფართოვოთ და უწყვეტი და ისეთი ვიყოთ, ხო, პრინციპულები ამ თვალსაზრისით, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა ვიმუშაოთ, ხო, დასავლეთთან ჩვენს პარტნიორებთან იმაზე, რომ მათ მაქსიმალურად დაგვეხმარონ ამ ამბავში. მაქსიმალურად დაგვეხმარონ აქ დემოკრატიული პრინციპების ავის დაბრუნებაში და ივანიშვილის ავტოკრატიის შეზღუდვაში. ეხლა ამის მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილს არანაირი გარღვევა არ აქვს, ანუ ის იზოლაცია, რომელშიც მოექცა წინა წლის ოქტომბრიდან დაწყებული, ეგ მაგან ვერ გაარღვია. ვერც ერთი მიმართულებით. ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააკეთა ეს აი ხა საერთოდ ეგვიპტეში რო იყო ძალიან მნიშვნელოვანი მშვიდობის სამიტი, ხო? ანუ კაცი, ანუ ივანიშვილი და თავად ეს ქართული ოცნება, მთელი ეს კამპანია იმაზე აქვს დაგებული და ქონდათ, რომ მშვიდობის მტრედები არიან და მშვიდობის დამცველები არიან. ტრამპის მოსვლას იმაშვებოდნენ ხელისუფლებაში, გულშემატკივრებდნენ, იმიტომ რომ ომებს დაასრულებსო და ჩვენო ამ ყველაფერში მე რომ ჩვენ თავს ვიპოვით და დავლაგდებითო. ეს კაცი მართლა მოვიდა ხელისუფლებაში, ტრამპი, მართლა ასრულებს ომებს, იმართება უდიდესი სამიტები მშვიდობის, სადაც წარმოდგენილია აზერბაიჯანიც, სომხეთის, თურქეთის და რეგიონის ყველა ქვეყანა.
და ამათ კაციშვილი არც ეძახის, არც ხელს ართმევს და არაფერში არ მონაწილეობენ. ანუ ამათ რომ მართლა მშვიდობა უნდოდეთ, როგორ შეიძლება ეხა ამ პროცესში არ იყვნენ რაღაცა მოწინავე ფლანგზე, ხო, მაგრამ ვერ იქნებიან, იმიტომ რომ სულ იზოლაციაში არიან. მათ შორის ევროკავშირთანაც ეხა მათი მდგომარეობა არანაირად არ გაუმჯობესებულა და ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლოს ერთ-ერთ ევროპარლამენტას რაც ჰქონდა ინიციატივა, რომ დავასანქციოთ, უბრალოდ უვიზო მიმოსვლა შეუზღუდოთ, რა ვიცი, 2000-მდე ქართული ოცნების ჩინოვნიკს, ეგ აქამდე თუ უბრალოდ იდეის დონეზე იყო, ეხა გაცილებით რეალისტურია, იმიტომ რომ 2025 წლის ივნისში შეიცვალა ევროკომისიაში, ასე ვთქვათ, წესი იმისა თუ როგორ შეიძლება თარგეტირებულად კონკრეტულ პირებს შეეზღუდოთ უვიზო მიმოსვლა და უფრო მარტივი გახდა ეს ყველაფერი, ეხა უკვე ევროკომისიის ინიციატივით ევროპის საბჭოს შეუძლია, რა ვიცი, 3 კვირაში ეს გადაწყვიტოს და მაგალითად მთელი მოსახლეობისთვის უვიზოს გაჩერების ნაცვლად შეიძლება რომ 2000 ქართული ოცნების ჩინოვნიკი და უვიზო მიმოსვლის გარეშე დარჩეს, რაც უდიდესი სანქცია არის რეალურად მათთვის და ეს უკვე ასე ვთქვათ რეალობა გახდა და ეს უფრო ახლოს არის ქართული ოცნებისთვის ვიდრე აქამდე იყო და ამას ის განაპირობებს რომ აქ პროტესტი არის უწყვეტი და ჩვენ რაღაცა მტკიცედ ვდგავართ ჩვენს აზრზე და რაღაცა არ ყანყალებთ იქეთ-აქეთ ხო ესეა და კი რა თქმა უნდა ეგ მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ამ პროცესში დასავლეთიდან მაგრამ ეხა მაღაზი აგებული ვერ გვექნება აქ პოლიტიკური კამპანია რავი ეგ თუ წაგვეხმარება თორე ეხა რავი რო არ მოხდეს მაგის გამო რა უნდა ვქნა ივანიშვილი უნდა იყოს კიდე 30 წელი აქ რავი ეგრევე ვერ იქნება ნამდვილად ხო და ამაზე მთელი იმედების ჩამომყარება არასწორად თუმცა მასაც ბუნებრივად თავის ძალიან დიდი წვლილი აქვს თავის დოზით მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კი მადლობა ძალიან დიდი დავით ჟავანაძე იყო ჩვენთან ერთად კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი